წარმოებელი Mercedes-Benz მოდელი CLS C219 წარმოების პერიოდი 2004-2010 წელი თომ ავტომობილის შეძენას აპირებ ან გყავს ან უბრალოდ ნოსტალგია გაქვს ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურე პირველი რაც უნდა იცოდეთ CLS-ის შესახებ რომ მისი ყოლა არც ისე იაფიანი სიამოვნებაა ვიზუალი არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ მანქანას ყოველთვის ყიდულობ. არსებობდა ექსტერიერის რამოდენიმე ქარხნული ვარიანტი. არა AMG პაკეტი, რომელიც გაცილებით უბრალოდ და არააგრესიულად გამოიყურებოდა. და AMG ბოდიკიტი. რა თქმა უნდა, არჩევანს გავაკეთებდი AMG-ზე და ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში შემდგომ დავაყენებდი AMG ბამპერებს. ასევე არსებობდა ცხაურის ეგრეთ წოდებული აბლიცოვკის რამოდენიმე ვარიანტი. თუმცა ყველაზე კარგად ჩემი აზრით გამოიყურებოდა რესტაილინგის აბლიცოვკა. CLS-ზე ასევე იყო გათვლილი პატარა სპოილერი, თუმცა მის გარეშეც ავტომობილი მშვენივრად გამოიყურებოდა. რაც შეეხება დისკებს, ქარხნული დისკების გარდა CLS-ზე ხშირად აყენებდნენ S-კლასის SL-ის და E-კლასის 18-19 ინჩიან დისკებს. ვერცხლისფერი იყო ყველაზე გავრცელებული ფერი, თუმცა ყველაზე ეფექტური რა თქმა უნდა იყო შავი. აღსანიშნავია, რომ რესტაილინგში ასევე შეიცვალა სარკეების ფორმა. CLS ჰქონდა უნიკალური და ლამაზი ინტერიერი. შავი, ბეჟი, რუხი და წითელი უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავის სალონები. რესტაილინგთან ერთად შეიცვალა ასევე საჭის ფორმა, რომელიც უფრო ერგონომიული და ლამაზი გახდა. ძრავები CLS-ში ყენდებოდა მხოლოდ V6 და V8, არანაირი 4 ცილინდრი. არსებობდა შემდეგი ვარიანტები: CLS 280, CLS 300, CLS 350. სამივე ძრავი არის ინდექსით M272, 231 და 272 ცხენის ძალით შესაბამისად. ამ ძრავებს აქვთ საერთო პრობლემები და სუსტი წერტილები. პირველი და უმთავრესი არის ძრავის ბალანსის დილის კბილანის ცვეთა, რასაც შემდგომ მოყვება ცეპის, მისი დამჭიმის და სტაბილიზატორის შეცვლა, რაც საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდგომ ეს პრობლემა ნაკლებად გვხვდება. ასევე ზეთის გაჟონვა ეგრეთ წოდებული გალოვკის უკანა პლასმასის ხუფიდან, გამშვები კოლექტორის და კატალიზატორის სწრაფი ცვეთა. CLS 550 388 ცხენის ძალით ინდექსი M273, რომელიც იდეაში არის იგივე M272, უბრალოდ V8 ვერსიაში. გაბარეტიდან გამომდინარე ამ ძრავს არ აქვს ბალანსის ლილვა, სამაგიეროდ აქვს შუალედური კბილანა, რომელიც ასევე ცვდება, რასაც მოყვება ასევე ცეპის, მისი დამჭიმის და სტაბილიზატორის შეცვლა. იმის განსხვავებით, რომ ძრავის მთლიანი მოხსნა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. CLS 500 და CLS 45 AMG კომპრესორი. ორივე ინდექსით M113, 306 და 476 ცხენის ძალით შესაბამისად. ცილინდრზე 3 კლაპანით და 2 აალების სანთლით საკმაოდ გამძლე და უპრობლემო ძრავებია, რომლებიც დროით არის გამოცდილი. მინუსებიდან ზეთის ხარჯვა, მიზეზი სარქველის ღეროების ხუფები, რომლებიც გამოცვლას საჭიროა. ასევე ამის მიზეზი არის კარტერული გაზების ვენტილაციის სისტემის გაბედნვა ნამწვი. ასევე ხშირია ზეთის გაჟონვა ზეთის გაგრილების სისტემის საფენიდან. M113 არის ყველაზე რეკომენდირებული და სასურველი ძრავი CLS-ზე, განსაკუთრებით 5 და 5 AMG კომპრესორი, რომელიც ყველაფერთან ერთად არის მძლავრი და მასზე შესაძლებელია გაკეთდეს გარკვეული ტიუნინგიც. CLS 6 და 3 AMG ინდექსით M156 514 ცხენის ძალით. 6.2 ლიტრიანი 630 ნიუტონ-მეტრიანი უნიკალური ძრავი, რომელიც გაკეთდა დამოუკიდებლად AMG-ს მიერ. ძლავრი, თუმცა ნაკლებად გამძლე. აქვს როგორც კბილანების, ასევე ცეპის პრობლემა. შესაკეთებლად ძალიან ძვირი და ზოგადად ნაკლებად რეკომენდირებული ძრავი. CLS 320 CDI ინდექსით OM 652 და 224 ცხენის ძალით 6 ცილინდრიანი დიზელი, რომელიც საკმაოდ კარგი ძრავი არის, თუმცა საქართველოში ძალიან იშვიათი. რაც შეეხება ტრანსმისიას, CLS-ზე არ არსებობდა 4-ვე წამყვანი სისტემა 4 მატიკი და არც მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ყენდებოდა 5G ტრონიკი 722/6, გვხვდებოდა CLS 45 AMG-ზე და CLS 500-ზე. 5 სიჩქარიანი Mercedes-ის S კოლოფი საკმაოდ გამძლე იყო, იმ პირობით თუ დროულად ეცვლებოდა ზეთი და
გადიოდა სერვისს. ტრანსმისიის მეორე ვარიანტი 7G ტრონიკი 722.9, 7 სიჩქარიანი, უფრო თანამედროვე და ეკონომიური, თუმცა უფრო ფაქიზი კოლოფი, რომელიც ვერ ინელებდა მაღალ ბრუნავ მომენტს, ჰქონდა პლატის პრობლემა და ზოგადად არ უყვარდა აგრესიული მოძრაობა. თუმცა 2010 წლის შემდეგ ეს პრობლემები მოგვარდა, მაგრამ არა CLS C219-ზე. სამოხრუჭე სისტემაში ძირითადი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის სისტემა SBC. რთული და ინტელექტის მქონე სამოხრუჭე სისტემა, რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. მაგალითად მოხრუჭზე დაჭერის რაოდენობის ამთვლელი, რომლის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სამოხრუჭე სისტემა უბრალოდ იბლოკებოდა. ან სამოხრუჭე ხუნდების გამოცვლის დროს აუცილებელი იყო SBC-ის ამ პროგრამულად გათიშვა, ან აკუმულატორის დენის წყაროს გათიშვა, რათა არ დაბლოკილიყო სისტემა. SBC-ის ბლოკის რემონტი, გამოცვლა ან გადაპროგრამირება საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. რესტაილინგებზე SBC სისტემა უკვე აღარ ხვდება, ამიტომ რეკომენდირებულია სწორად რესტაილინგის შეძენა. დაკიდების სისტემა CLS საკმაოდ რთული, თუმცა გამძლე აღმოჩნდა. როგორც E-კლასზე, ასევე CLS-ზე ხშირად ხვდება პნევმა ბალიშები. კომფორტული და პრაქტიკული ოფცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ ავტომობილის სიხისტე, ასევე ავწიოთ და დავწიოთ მისი სიმაღლე. ბალიშები არის საკმაოდ გამძლე, თუმცა მისი წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაძლებელია მისი რემონტი ან არაორიგინალებზე გადაცვლა. შედარებით წვრილმანი პრობლემებიდან CLS-ზე ხვდება წყოლის მხარეს შუშის ამწევი-დამწევი მექანიზმის მოშლა, წყალი საბარგულში, რომელიც აღწევს ან პლასმასის ეგრეთ წოდებული ჟოლობიდან, ან ძარის უკანა სავენტილიაციო ცხაურიდან. ხშირია ფარების გახუნება, რასაც ჩვეულებრივი პოლირება არ შველის. საჭიროა ფარის გახსნა და შიგნიდან ან გაწმენდა, ან შეღებვა. და ზოგადად ამ მოდელის ავტომობილის ასაკიდან გამომდინარე და ექსპლუატაციის რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სათუთი წესის გამო, შესაძლებელია სხვა წვრილმან ან არც ისე წვრილმან პრობლემებს წააწყდეთ. საქართველოში 2025 წლის მდგომარეობით CLS-ის კარგ და ასე თუ ისე ვარგის ეგზემპლარებზე საშუალო ფასი არარესტაილინგ CLS 350 და CLS 500-ის არის 7000-დან 8000 დოლარამდე. რესტაილინგის CLS 550 ვერსიები 9000-დან 11000 დოლარამდე. CLS 5 და 5 AMG და CLS 6 და 3 AMG 11-დან 12000 დოლარამდე. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, CLS-ი არის ულამაზესი და უნიკალური დიზაინის მქონე ლეგენდარული და წარმატებული მოდელი Mercedes-ის ისტორიაში. წლები გადის და ის აქტუალურობას არ კარგავს. თუ ფიქრობთ ამ მანქანის შეძენას და იპოვეთ ასე თუ ისე ოპტიმალური ვარიანტი, 5 და 5 AMG არის ოქროს შუალედი, სიმძლავრესა და საიმედოობას შორის. CLS-ი ნამდვილად არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს.